მოგესალმებით მეგობრებო, შორცის რეჟიმში უცებ გავიგოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთან ახლა, რა უნდა მოისმინოთ. პირველი ბარათი და მეორე ბარათი. აი ესეთი დაბეჭდილი ბარათებია და დღეს მე ახლა ამას თქვენთან ერთად გავხსნი. და მაშინ სადამე პირველი ვარიანტი, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთან ახლა და მეორე ვარიანტი. რა მესიჯი აქვს სამყაროს ახლა თქვენთან, კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთან. სამყაროს თქვენთან აქვს ის მესიჯი, რომ ძალიან მალე თქვენი შრომა, თქვენი შედეგი, თქვენი მოწადინება, თქვენი სურვილი, იმისა რომ მიიღოთ თქვენი შედეგი, თქვენი გაღებული ენერგიისგან, თქვენ ამას აუცილებლად მიიღებთ. მესიჯი სამყაროს აქვს თქვენთვის ასეთი, რომ თქვენი შრომა არსად არ მიდის. პირიქით, თითოეული თქვენი გაწეული ენერგია, თითოეული თქვენი დისციპლინირებულია ეს რეჟიმი ხო ცხოვრების, რასაც თქვენ ცხოვრობთ, რასაც თქვენ აკეთებთ, ხომ, თქვენ ქვას ედებთ, თქვენ აგურს ედებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს შესაძლებელია ეს თქვენ რუტინად გეჩვენებათ, მაგრამ ხვალ ეს იქნება ძალიან ძლიერი, დიდი, სტაბილური კედელი, რომელთაც შემდგომ ძალიან იამაყებთ, ასე რომ თქვენი მუშაობა აუცილებლად დაფასდება. მესიჯი სამყაროსგან ის არის, რომ აკეთეთ საქმე სიყვარულით. აი შემიძლია გითხრათ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი თქვენთან რა მესიჯი აქვს სამყაროს. შვიდიანების ხმლები, შვიდიანების ხმლები ეს მაინც და მაინც კარგი არგანი არ არის, მიმოიხედე ირგვლივ, იმიტომ რომ ადამიანები არ გაჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს. ადამიანები შესაძლებელია ღალატობდნენ, ხო, როგორც ახლა აი მოახლე მოახლესთან ღალატობს ბატონი და აი დაინახავს მეუღლე, ხო? ანუ ხვდებით ხომ ესეთი მესიჯი ზომის პირდაპირ ნუ გაიგებთ, უბრალოდ სამყარო გაფრთხილებთ, რომ ადამიანებთან მიმართებაში იყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ისინი ორ სახეს გაჩვენებენ, შესაძლოა ახლა გიღიმიან, მაგრამ ზურგს უკან მაინც და მაინც კარგი ფიქრები არ აქვთ თქვენთან მიმართებაში. გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას, გაუფრთხილდით საკუთარ პირად სივრცეს და ენდეთ, მაგრამ გააკონტროლეთ, იმიტომ რომ მესიჯი პირდაპირ გეუბნებათ იმას, რომ მას შესაძლოა თქვენ ზურგს უკან რაღაცა არასასიამოვნო და ნეგატიური ციხლართებოდეს და უბრალოდ გქონდეთ ამასთან დაკავშირებით მზადყოფნა და შეხვდით ამ ყველაფერს ღირსეულად. წარმატებები.